ყოველთვის ცხვირი იყო ჩემი ხუმრობის ობიექტი, იმიტომ რომ მე ჩემ ცხვირზე ხშირად ძალიან ხალისობდი, რომ ხან რას შევარქმევდი, ხან რას, მაგრამ მე ეცით რა არის, რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა, რომ გამიკეთებინა ეს ცხვირის ოპერაცია, მაგრამ ვინაიდან იმის გამო, რომ მე მქონდა იმისი წარმოდგენა, რომ ცხვირის ოპერაციის დროს ხდება იქ ძვლების ჩამტვრევა, იქ არის ხანგრძლივი შეშუპება, არის ძლიერი ტკივილი და ამიტომ ყოველთვის ფეხს უკან ყველანი მეუბნეოდნენ, რომ რატო უნდა გაიკეთო ასე ლამაზი ცხვირი გაქვს ჩვენ სახეს ეს უხდება, რო არ გამოვიდეს ისე რომ აი არ მოგიხდეს და რაღაცა. პირველ რიგში ადამიანმა თავის თავში უნდა ჩამოაყალიბოს ის, რომ უნდა სჯეროდეს ექიმის, აუცილებლად. თუ პაციენტს ექიმის არ სჯერა, ის იმ ექიმთან არ უნდა მივიდეს. როცა ადამიანს ექიმის სჯერავს, დარწმუნებული იყავით, რომ ის ყოველთვის კარგი გამოვა და ყოველთვის კარგად დამთავრდება. მე ძალიან მჯერავს ჩემი ექიმის, თანაც კიდე მე ვთვლი, რომ აი რაც დარჩენილი ცხოვრება, იმ ცხვირით უნდა ვიცხოვრო და ეს ცხვირი დავტოვო უკანა ცხოვრებაში. არ იყოს ესეთი შესქელებული ეს ნაწილი და უკან მიდიოდეს, მაგრამ თუ გინდა თუ არა კიდევ რომ ნესტოების სიგარეტი შემცირდეს ოდნავ. რომ ალბათ ცხვირის ნესტოების დაპატარავება იქნება მიზანშეწონილი. ეს ცხვირი არის მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული. ბოლო ტენდენციებიც ისეთია, რომ ნიუ-იორკში პლასტიკური ქირურგების სიმპოზიუმი იყო ასეთი რინოპლასტიკასთან დაკავშირებული და ბოლო ტენდენციების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი ცხვირის მიღებას და არა ხელოვნურს პატარას, რომელიც ცალკე ცხვირი შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, პატარა, კოხტა, აწეული, მაგრამ საერთოდ არ უხდებოდეს სახეს. ამიტომ ჯობია რომ გავაკეთოთ ის, რომელიც თქვენ მოგიხდება, თქვენი სახისთვის იქნება მისაღები და არა ძალიან პატარა. ეს სულ სხვანაირია, ხო? ეს საერთოდ ალბათ ეს ცხვირი უნდა მქონოდა. ოპერაციამდე ჩატარებულმა ანალიზებმა დადებითი შედეგი აჩვენა. ქალბატონი მარინა ახლა სწორედ საოპერაციო ბლოკში შესასვლელად ემზადება. ჩვენს გმირს დღეს ცხვირის კორექცია ნარკოზის გარეშე ჩაუტარდება. პლასტიკურმა ქირურგმა ვახტანგ პეტრიაშვილმა გითხრა, რომ ოპერაციის შემდეგ ქალბატონ მარინას ცხვირის ირგვლივ სილურჯეებიც კი არ ექნება და შესაბამისად სარეაბილიტაციო პერიოდიც საკმაოდ ხანმოკლე იქნება. საინტერესოა, ნახოთ. ეს არის ცხვირის კორექცია. ესაც რინოპლასტიკა, მაგრამ შედარებით უფრო მარტივი და მცირე ჩარევა. ამ შემთხვევაში ძვლებს არ ვეხებით, ამიტომ სისხლჩაქცევები თვალებზე პრაქტიკულად არ არის ხოლმე, მხოლოდ შეშუპდება ცხვირის წვერი, რომელიც თანდათან გაგცხრება. მხოლოდ ექნება ლეიკოპლასტირები ცხვირზე ფიქსაციისთვის, მცირე განაკვეთი ცხვირის წვერთან და ნესტოების კუთხეში. იმის რომ შევავიწყოთ ცხვირის სიგანი. ადრე რა თქმა უნდა უფრო რთულად კეთდებოდა ყველაფერი, იყო უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი რა გაკეთდებოდა, იმიტომ რომ კეთდებოდა დახურული მეთოდით, ამ მეთოდის დროს არ იკერება არაფერი, არ ფიქსირდება არაფერი, უბრალოდ იჭრება ხრტილების გარკვეული ნაწილი, ამიტომ იყო რომ იგივე ძველი დროს გაკეთებულ ცხვირებში წვერი ხან რომელ მხარეს მიდიოდა, ხან რომელ მხარეს, ეს ამას იწოდა ჩამოყალიბებული ნაწილური ოპერაციის შემდგომ. ეხლა უკვე ყველაფერი იკერება, ფიქსირდება და ძალიან პატარაა იმის შანსი, რომ რომელიმე მხარეს გადაიხაროს ცხვირი. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა რო იკეთებს ის მისთვის უკეთესია. ადრე უფრო ნაკლები შანსი ექნებოდა, რომ ის ცხვირი მიიღო, როგორც უნდა. მაქვს
ხდება მხოლოდ და მხოლოდ ხრტილებრივ ჩარევა, ხრტილების დაპატარავება, გაკერვა, დაფიქსირება ერთმანეთთან, რომ ის შედეგი მივიღოთ, რაც თვითონ უნდა. გაცილებით უფრო მარტივად ასატანია პაციენტისთვის, ნაკლები ტრავმა ორგანიზმისთვისაც და ოპერაციის შემდგომი პერიოდიც უფრო ადვილი გადასატანია. იმ მხრივ რომ არ აქვს პაციენტს თაბაშირები, ტამპონები, რაც ყველაზე მეტად ეშინიათ, ზოგადად ჩვენც იშვიათად ვიყენებთ იგივე თაბაშირსაც და ტამპონსაც, რაც რის ყველაზე მეტად ეშინია პაციენტს. ძირითადად ვიყენებთ ხოლმე ალუმინის პატარა ფირფიტებს და სილიკონის სპეციალურ არტაშნებს, რომლებიც ტამპონის მაგივრობას წევს. ეს ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ოპერაცია კეთდება ნარკოზის გარეშე, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, მცირედი სედაციით, პაციენტი იქნება შედარებით დაბრუნებული, კეთდება ლიდოკაინით, ეს ყველაფერი მალევე გაიღვიძება და შეიძლება დღესვე გაუშვათ სახლში. ჩვენმა გმირმა ახალი იმიჯი მშვენივრად მოირგო. ის შედეგით კმაყოფილია. მას ოპერაციის მეორე დღეს ნაკერებიც კი ახსნეს. გამარჯობათ, წავუძამით. როგორ გძანდებით ქალბატონო მარინა? ძალიან კარგად, აბსოლუტურად არაფერი ჩივილი არ მქონია, მქონდა პატარა შეშუპება და დისკომფორტი მაქვს, ლეიკოსტური ტკივილი საერთოდ არ მქონია. ეხლაც რა თქმა უნდა არ გკივათ. არა, ნამდვილად არ მქონია, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს ცხვირს. მალე ძალიან მალე ვიხილავთ თქვენს ლამაზ ცხვირს. წინასწარ უკვე ვიცით ხოლმე, რომელი ცხვირი გამოვა უფრო ლამაზი, როდის იქნება უფრო დიდი ცვლილება და რომელი უფრო მოეწონება პაციენტს. ეს იმ შემთხვევაშია ხოლმე განსაკუთრებით ლამაზი და კარგი, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა გასაკეთებელი ცხვირზე. როდესაც პატარა ცვლილებაა, ეს პაციენტისთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, ნაკლებად ჩანს. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაკლებად გამოჩენა უფრო ბუნებრივი რჩება და ვერავინ ვერ ამჩნევს იმას, რომ ეს პატარა ცვლილება, რომელიც პაციენტს აწუხებდა და ესე რომ ვთქვათ, ნერვებს უშლიდა, ამ პატარა ცვლილების მიღწევით შეიძლება პაციენტი ძალიან დამშვიდეს, უფრო ბედნიერი იყოს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან პატარა ცვლილებაა. ოპერაციით რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, ძალიან ლამაზი ცხვირი გამოვიდა. სარკე მივცეთ ქალბატონ მარინას. საბრძანეთ ქალბატონ მარინა და ჩაიხედეთ სარკეში, როგორ მოგეწონებათ. ძალიან კარგია, ძალიან. წვერი ჯერ შეშუპებულია, ეს თანდათან დაცხრება კი. აწეულია. ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ოპერაციის დროს მქონდა საშუალება დამენახა რა საკეთებდნენ ჩემ ცხვირზე, რაღაცნაირად მეორეც კიდე საერთოდ არ არის მტკივნეული, აი აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურა. პლუს კიდე ის, რომ აი თვითონ რეაბილიტაციის პროცესი მქონდა ძალიან მსუბუქი, არ მქონდა ისეთი ძლიერი ჩალურჯებები, არ მქონდა ძლიერი შეშუპება. ახლა ერთ თვეში, როგორც ბატონო ვახტანგმა მითხრა, ეს კიდე უფრო ჩაცხრება და კიდე უფრო სხვა ფორმას მიიღებს ჩემი ცხვირი. დღის განმავლობაში კლინიკა მედიში ძალიან ბევრი ადამიანი გვაკითხავს რა ამ თუ იმ პრობლემებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა დღეს რაც ყველაზე მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე, ეს არის ცხვირის პლასტიკა. ცხვირის პლასტიკა მოგეხსენებათ არ არის ისეთი იაფასიანი პროცედურა, რომ შეუძლია ყველა ადამიანს გაკეთება. ამიტომ კლინიკა მედიმ ბანკ რესპუბლიკასთან ერთად შეიმუშავა გადახდის მოქნილი ფორმა 0%-იანი განმავლობა. ახლა უკვე თქვენ შეგიძლიათ გაიკეთოთ ცხვირის პლასტიკა ისე, რომ თქვენს ფინანსებს ძალიან არ შეეხოს.
თვეში სულ რაღაც 111 ვარად შეგიძლიათ გააკეთოთ განვადება და მარტივი გზით დაფაროთ თანხა. მიიღებთ სასურველ ცხვირს, სასურველ გარეგნობას და დარწმუნებული ვარ, თქვენი ცხოვრება უფრო მეტად ხალისიანი იქნება, არა მარტო ცხვირის პლასტიკით, არამედ აქ არის ეს განვადება ეხება თითქმის ყველა პროცედურას, რომელიც ტარდება კლინიკა მედიში.